კარის გაღებისას შენ ძაღლს გაქცევა უყვარს, ეს ვიდეო ბოლომდე ნახე. ესე იგი, ამ შემთხვევაში დამჭირდება ორი რამ. თვითონ კარი და რა თქმა უნდა სასუსნაველი. სასუსნავები მომზადებული მაქვს იმ შემთხვევისთვის, თუ მოიქცევიან კარგად. დააკვირდით? ვიწყებ კარის გაღებას და აი წამოვიდა როუს დაუკეტე კარი. ესე იგი, რამდენჯერაც წამოვა დავუკეტავ კარს. უყურეთ, ვაღებ, დავუკეტე. ვაღებ, დავუკეტე. ანუ მე მათ ასოციაციას შევქმნი, რომ თუ ცხვირს გამოყოფ, შეიძლება მოყვას. აბა ნახოთ, აი ნახეთ თუ დააკვირდებით, ქეი არის ნძრევა ადგილიდან. ყოჩა, თუ დააპირებს გამოსვლას დავუკეტავ. მაინც ახლა კიდე შევახსენებ, რომ არ გაუშვებ რა საყურებლად ჭრიჭინებს. შევდივარ მშვიდად, კონცენტრირებულები არიან. ყოჩა, ყოჩა. აი, დავუკეტავ. ხო, ეხლა ნახეთ როგორი მომენტი არის. ძალიან ბევრჯერ რომ გავიმეორებთ. უკვე ეს ფაქტორი, ანუ ასოციაციები დაალაგდება, რომ გამოსვლისას კარი იკეტება და თუ გავჩერდებით, სასუსნავს მივიღებთ და შემდეგი მომენტი არის, რომ უფრო თავდაჯერებულად აკეთებ ამ ყველაფერს. მოდი იმიტაცია გავაკეთოთ. წავედით ბუნებრივად ვაღებ კარს, თუ დააპირა, მაინც გადავამოწმე და ბუნებრივად შევედი. ესე იგი, ნახეთ, შეხვედრისას ვაიმე ჩემო პატარა როგორ ახარს ნაცვლად ავდექი და კონცენტრაციის მომენტი განუმტკიცე. სნექებით რა თქმა უნდა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები და შედეგების გაგვიზიარეთ.